მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გამოკითხვა. მე ნუცე კოპალიანი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენ მოვისმენთ თქვენს მოსაზრებას. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი დარეკეთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? დავიდრე პირველი მაყურებელი დაგვიკავშირდება, მე გეტყვით, რომ ხაშურის ახლად დაშენებულ პოლიციის განყოფილებაში ხაშურის მკვიდრი 47 წლის სოლომონ ქიმერიძე მაშინ დაიღუპა, როცა პოლიციელებს ის შენობაში დაკითხვის მიზნით ყავდათ შეყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას კიბიდან გადმოვარდა. როგორც სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში განმარტავს, ხაშურის რაიონულ სამმართველოში 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით კი ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებული სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლების სოლომონ გივისძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯრიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში, თუმცა მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ, პირველი მაყურებელი ხაზია. ბრძანეთ. ალო. დიახ, გისმენთ. გენაცვალე, მაგისთანები დახოთ ეს. კლავენ ხალხს, კლავენ ახალგაზრდობას, საქართველოს განადგურება უნდა სააკაშოს. კაცი რომ აღარ იყოს, ის უნდა. და მე ქალებზე დაწყებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კაცებზე უფრო მეტად აქვს იერიში და ეხლა იქ რაიონში იცი რატო ხდება ესენი, რომ დააშინოს და ნაციონალებს მისცენ ხმა. მილიცია ამისთვის არის, ამისთვის არსებობს, ამისთვის სასახლეები რო აუშენეს, სასახლეები, მილიციები აღარ არის ეგენი, მაგრამ სასახლეებში არიან უკვე. იმისათვის გასაგებია თქვენი მოსაზრება. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით და გისმენთ. ფაქტია, რომ მერაბიშვილის სუშის სასახლეებს ბზარი დაადგა კი არა, გასკდა ეს შურის პოლიციის შენობები. უკვე დაიწყო შეწირვები. ანუ თქვენთვის არარეალურია ის ვერსია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა? დაუჯერებელია ყოვლად ყვება მისი მეუღლე, ყვება ქალიშვილი, ვის დაუჯერო? შვილო მამას რო გაგილახავე, შემდეგ დაგიჯეროს პოლიციელს. კარგით, როგორი მამა გაუშვი, დილით არ იცი და როგორი მოგიყვანეს. გასაგებია თქვენი მოსაზრება, მე ასევე გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით არც ჯერად სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს. ეჯუკი გარდაცვლის სხეულზე მრავალმა დაზიანებებმა გამოიწვია. იგივე ქიმერიძის თქმით, გარდაცვლილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს, ერთ ფეხზე ორი, ხოლო მეორეზე ერთი მოტეხილობა აღენიშნება. ოჯახის წევრების განცხადებით, სოლომონ ქიმერიძე 5 წლის წინ ჯართის ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო ამჯერად პოლიცია მისი დაკითხვა სოფელში დაკარგული ქვაბის გამო გადაწყვიტა. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ჩემო ნუციკო, გამარჯობა შვილი. გამარჯობა და გისმენთ. ეს არის არარეალური, ცემეს და დაალურჯეს, ყველაფერი ჩაომტრიეს და გადმოაგდეს მერე იქიდან. ხო და როგორც სხვა გამოძიებები იყო და გაიგო ხალხმა, რომ ვინ მოკლა და როგორ მოკლეს, ესეც გამოიძიებენ ამასაც ესე. არაფერი არ გაირკვევა ამათ ხელში. ხო ვიცით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ესე იქნება. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია თქვენთვის სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. საუბრობისად. მოგესალმებით და გისმენთ. ამირან რობაქიძის სახით დაწყებული, ამირან რობაქიძედან დაწყებული პირველი ხომ ეგ მზაკვარად შეიწირეს ამ უხსენებლებმა. აი ქიმერიძის ჩათვლით ყველა განგება არის დახოცილი და კიდე ნახე ამათი კუდის მოქნევა რამხელა რამეს წაიღებს და შეიძლება ნახევარი საქართველოს შეიწიროს. როგორც ესენი სთხრიან ხეს ფესვიანად, მე პირობას ვიძლევი ნაციონალებს აეგრე ძირფესვიანად მოვთხრით და საკუთარ ღვიძლს ხელში დავაჭერინებ, ვაყურებინებ საკუთარ. კარგით. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ჩემო კარგო. მოგესალმებით. არ მჯერა, ნამდვილად არ მჯერა.
ქიმერიძის ასეთი სიკვდილი, მაგრამ ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, სანამ არ იქნება ჟვანიას სიკვდილი გამოძიებული, მანამ ვერავის სიკვდილის გამოძიებას ვერ გავიგებთ ჩვენ. კარგით, გასაგებია. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში განმარტავს, დაკითხვის დროს ბრალდებული ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯრიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ეს ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, ქალბატონო ნუცა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა შეგაქოთ, რომ ძალიან რბილად მიყავთ გადაცემა და თუ არ შევინებით, მაშინაც კი დამრეკი თქვენს მიმართ აგრესიას არ განიცდის. მადლობა. აი ესე გააგრძელეთ, ძალიან კარგია. რაც შეეხება ახლა ამ სიტუაციას. თუ გახსოვთ, ასეთი ტერმინი არსებობს, კლიენტ შეგდა პრავი. ეს იყო რესტორანში და ვაჭრობაში და ახლა შევაბრუნდეთ ეს. პოლიციელი ყოველთვის მართალი იქნება, იმიტომ ვინ უნდა გამოიძიოს? იგივე პოლიციელმა, მაგ სისტემის ხალხმა. ანუ თქვენთვის ეს ვერსია არარეალურია? შემოაკვდათ ხელში და გადმოაფრინეს ზეიდან. რეალობა ეს არის. გვალობთ. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია თქვენთვის სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ეხლა მოდით ესე ვთქვათ. 21 წლის 25 თებერვალს რო შემოვიდნენ რუსები ოკუპაცია რო გაუკეთეს საქართველოს. წარმოვიდგინოთ ის ჯურღმულები რა დღეში იყო ხალხი, რამდენი დახურით ეს შეხარჯებატონ და როგორ დაგვარჩეს სამშობლო. ეხლა ნახოთ დღევანდელობა. პატიმრებით არის გატენილი ციხეები, იქიდან გამოდის სიკვდილს რო დააპირეს პატიმარი მიყავ სამამყოფოში რო ციხეს არ დაეწეროს. წამებით კლავენ, იგივე იყო ხაშურში. მე ვსვამ კითხვას, რა განსხვავება იყო 21 წლის და 2012 წლის ან 2003 წლის მერე? გულოვანი ტორრენტობა რა მოგვიდა? გასაგებია თქვენი დამოკიდებულება 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. მე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობ. სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის დეტალებით ინტერესდება სახალხო დამცველი. გიორგი ტუღუშის აპარატი მიმართავს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ჩაატაროს სრული ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას. სახალხო დამცველი საკუთარ წერილში განმარტავს, როგორც აღინიშნა ქიმერიძე სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით წარმოშობს პრეზუმპციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა განმარტება, თუ რამ გამოიწვია მსგავსი დაზიანებები. ასევე როდის და ვისი შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, რომელი მუხლით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაინიშნა თუ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად რა ეტაპზეა გამოძიება. მე შეგახსენებთ, რომ ეს სახალხო დამცველის წერილია. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. გისმენთ. კარგით, ხაშურის ახლად დაშენებულ პოლიციის განყოფილებაში ხაშურის მკვიდრი 47 წლის სოლომონ ქიმერიძე მაშინ დაიღუპა, როცა პოლიციელებს ის შენობაში დაკითხვის მიზნით ყავდათ შეყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას კიბიდან გადმოვარდა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მაგალითად, ქვეყანაში სადაც შეუძლია რომ მიცვალებულს ხმა მისცეს, არ შეუძლია რომ მიცვალებულმა იქ თავის დაიზიანოს? ანუ თქვენ არ გჯერათ ამ ვერსიის? 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ჩვენი ბულბული წყალებში ისე მიეფერა იმ დღეს ვანიჩკას, რომ შეიძლება მართლა ნახევარი საქართველოს ამოხოცოს. ვიჯერავს მაგათი ბაბუშკინის ღაბრების. კარგით.
249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, იაქტიურეთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. Რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობოთ. რომელი ქართველი დაიჯერებს მაგას, რომ ქიმერიძე გადმოვარდა მეორე სართულიდან და გარდაიცვალა ადამიანი. ეს არის სრული წვილი და აბსოლუტური. ადამიანი მოკლეს, ესენი არიან მკვლელები. კარგით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიის არსჯერად სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს ეჭვი გარდაცვლილის სხეულზე მრავალმა დაზიანებებმა გამოიწვია. გივი ქიმერიძის თქმით, გარდაცვლილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს, ერთ ფეხზე 2, ხოლო მეორეზე 1 მოტეხილობა აღენიშნება. ოჯახის წევრების განცხადებით, სოლომონ ქიმერიძე 5 წლის წინ ჯართის ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო ამჯერად პოლიცია მისი დაკითხვა სოფელში დაკარგული ქვაბის გამო გადაწყვიტა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. მაისტროა? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ, ბრძანეთ. იცით რა, არავის ესეთი სისულელის არ ჯერა, ჯერეთ იმიტომ, რომ ვიცვალებული, როდესაც ვარდება სიმაღლიდან ის რაღაც სხეულის ნაწილით ეშვება, შეიძლება თავი გაასკდეს, შეიძლება მუცელი დაზიანდეს მუცლის ორგანო, მაგრამ მრავლობით დაზიანები არ ხდება. ჯობია მოიწიოთ ერთი-ორი დამოუკიდებელი ექსპერტი და ხალხის დასადაღად ისინი ძიტყვიან, ექიმი ვარ, მე და იმიტომ ვიცი ესა. არ ჭირდება ამას ფილოსოფია რა და რაც უნდა ფაქტია, რომ რაც გააკეთეს, რაც ემეს და რო კვდებოდა, ადგეს და გადააგდეს, რომ victim გადახდა. შეიძლება იყო. კარგით, გასაგებია, მე შეგახსენებთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ასეთი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, თვალები რო ჩალურჯებული აქვს, იქ საიდან ვიცით. ოჯახის წევრები აცხადებენ ამას. და ფოტოებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. დიახ. კიდევ გამომდინარე ძალიან ძნელი არის, ხა ის წაში ასაკმა ეხა ბევრი რაღაც ეხა თვითონ მაქვს ამ ორგანოებთან შეხების წერტილი ადვოკატი გახლავართ, მაგრამ საქმე რაში არის ისიც, რომ ცემით ძალიან იშვიათად ყოფილა ფაქტები, რომ ცემენ, მაგრამ ჯერ მუხლი უნდა იყოს სერიოზული, რომ რაღაცა მიზეზი ქონდეთ, რომ ცემონ, ეს ერთი. და აქედან გამომდინარე ცოტა ძნელად მიგონია, რომ ეხა უბრალოდ ადამიანი იმიტომ ეცემა ხვაბის გულისათვის, ამიტომ ცოტა დასკვნების გამოტანა მე მგონი ნაადრევი არის რა. ანუ თქვენი აზრით ეს იყო უბედური შემთხვევა და გადმოვარდა ის? არა, ისეთ რაშია ძალიან ძნელი არის, ძალიან ცუდი არის, რომ მანამდე მიზელობთ ფაქტთან დაკავშირებით, რაც უბრალოდ ხალხის აზრით გამოკითხო გვინდა, რომ რამდენად მჯერა პოლიციის, რა თქმა უნდა. ბევრს არ ჯერა, მაგრამ ცოტა ადრე არის ამ თემაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ საჭირო. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის დეტალებით ინტერესდება სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშის აპარატი მიმართავს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას, სახალხო დამცველი საკუთარ წერილში განმარტავს, როგორც აღინიშნა, ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა გენაცვალ. მოგესალმებით. ნუ რანაირად შეიძლება ეს დაიჯეროს ქართველმა ხალხმა? არ შეიძლება ვისაც სახელმწიფოში ცხოვრობთ, ესენი არიან მკვლელები. 47 წლის კი არა 15 და 16 წლის ბიჭები მოკლეს ხალხნო და ვზივართ ესე ვკოტრიალობთ ყველანი და ვრეკავთ თქვენთან გამოკითხვაში, აი ამით ვიჯერებთ გულს. სანამ აი ესე ვიქნებით ქიმერიძე აცხონოს ღმერთმა კი არა ნახევარ საქართველოზე მეც ამოხოთავენ ოქტომბრამდე. აი ესე ვიჯდეთ, ვირეკოთ თქვენთან, ვიოხოთ გული მაესტროში რეკვით და ვიკოტრიალოთ და ვთქვათ რა საშინელება ხდება ჩვენ ქვეყანაში. აი ეს ავარ ჩვენ ქართველები. გასაგებია თქვენი დამოკიდებულება 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება, დაგველოდეთ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? მაყურებელი უკვე ხაზია, მოგესალმებით და გისმენთ.
მე შეგახსენებთ, რომ დაკითხვის დროს ბრალდებული ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით არჩერად სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს ეჯუკი გარდაცვლილის სხეულზე მრავალმა დაზიანებებმა გამოიწვია. გივი ქიმერიძის თქმით, გარდაცვლილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს, ერთ ფეხზე ორი, ხოლო მეორეზე ერთი მოტეხილობა აღენიშნება. ოჯახის წევრების განცხადებით, სოლომონ ქიმერიძემ 5 წლის წინ ჯართის ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო ამჯერად პოლიციამ მისი დაკითხვა სოფელში დაკარგული ქვაბის გამო გადაწყვიტა. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი, რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. 249-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დარეკო და გამოხატოთ თქვენი მოსაზრება, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. იცით რა შეასაქმე? აი როგორც ჟვანია თავისით გაიგუდა გაზით, ეს იგივე შემთხვევა, იგივე ცირეკიძე, ესე იგი გადმოვარდა მესამე სართულიდან. ეს იგივე სახელმწიფოში ქვეყანაში არის ვარდისფერი ტერორი. ჩვენ ვერ მიგვის აი ხალხი როდემდე უნდა ითმინოს ეს ყველაფერი, როდემდე. ამაზე ლაპარაკი საერთოდ სირცხვილია ეს მოხდა სინამდვილეში თუ არა. საერთოდ სირცხვილია მაგაზე ლაპარაკი. მოგახსენეთ. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი, რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. აი ეს პრობლემები იცით რამ შექმნა? აი ხელოვანი ხალხი ნახეთ გამოდიან და საკუთარ რეკლამებს იკეთებენ სამსვარიანში დღეს. ლაპარაკობდა თავის პირად მდგომარეობაზე სტუდიასთან დაკავშირებით. ჩამწერ სტუდიასთან. როდესაც ხედავ, რომ შენი ყოველი მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეშია. როგორ შეიძლება შენ კიდე ასე დროს ან კონცერტი გამართო, ან დაუშვათ შენს რეკლამაზე და პიარზე ილაპარაკო. სიცოცხლე არ არის, ყოველი ადამიანის სიცოცხლე არის დღეს საფრთხეში. ამ ფორმით არ შეიძლება ერთმანეთს ვექცეოდეთ. სიცოცხლეა კაცო, როდემდე. კარგით, გასაგებია, ჩვენ საუბრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვერსიაზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, ბრძანეთ. გალბატონო, მომისმინე გენაცვალე არ დამიკიდოთ ხორმები ძალიან. დიახ, გისმენთ. ეს გამოსაკვლევია ნამდვილად ექსპერტები. ჩვენ ჩვეულებრივი მომაკვდავი ქართველი ხალხი ვერაფერს ვერ გავარკვევთ თუ ექსპერტმა თავისი სწორი პასუხი არ დადოს. ეს ერთ. მეორე, სანამ ჩვენ ქართველ კაცებს შარვალი აცვია ჯერ კიდევ და სანამ კაცობა აქვს კიდე შეჩენილი, უნდა მიხვდნენ იმას, რომ დაირაზმონ ერთად, გამოვიდნენ ამ საზიზღარი, საშინელი, აუტანელი, გაუსაზრისი მთავრობის წინაშე. რაქნას ქართველმა ქალებმა, როცა ქართველ მამაკაცებს კაცობა აქვს დაკარგი უნდათ, ცოლების, დედის, დედიბედების ხარჯზე ცხოვრობენ დღევალწეს. გასაგებია თქვენი მოსაზრება. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი, რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. იცით რა შეასაქმე? ეს აუცილებლად უნდა აგერ ძალიან სწორი პოზიცია აქვს სახალხო დამცველს, ხო? დიახ. როგორ შეიძლება ეს ადამიანებმა ძალიან აბსურდული შეკითხვა არის თუ არა ეს ხალხის გადასაწყვეტი, რამდენად რა მოხდა? არავინ არ იცის, ძალიან აბსურდული შეკითხვა. მე უფრო იცით რა გეტყოდეთ იმას, რომ ძალიან მაწუხებ, ჯერ თუ უსამძიმრე პირველ რიგში ოჯახს აუცილებლად მიუსამძიმრებ, როგორც არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის 15 წლის ბიჭი რომ არის, გვარი აღარ მახსოვს, საცოდაობა არაფრით არ შეიძლება, ყველა ვარ დედები. ეს ისეთი რთული ასაკია. მე დაუშვებ იმასაც, რომ შეიძლება ძალიან ბევრი დააშავა იმ ბავშვმა.
მაგრამ ძალიან ვთხოვდი პრეზიდენტსაც, რომ ანათემას ნუ გამოუცხადებთ რა, სირცხულია ელემენტარულად და ბავშვი გზას აცდება. ძალიან რთულია ამასაკში ბავშვისთვის ამის გაკეთება და ძალიან ვთხოვთ ერთი კიდე თქვენთან დაართულია მოხვედრა. ერთი საკითხი კიდევ ძალიან მაინტერესებს. ქალბატონ ნანალიჟავს მადლობა იმ განცხადებებისთვის, ვის რამდენი ხელფასი აქვს, მაგრამ თვითონ ოპოზიციონერებს რამდენი აქვს ხელფასი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არავინ არ შეიწუხა თავი, რომ დაესვათ ეს შეკითხვა პრეზიდენტს. გასაგებია თქვენი კითხვა. მე კი გიპასუხებთ, რომ ჩვენ უბრალოდ გაცნობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. რაც შეეხება სახალხო დამცველს, გიორგი ტურღუშის აპარატი მიმართავს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ჩაატაროს სრული ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ სასტიკმო პრობას. სახალხო დამცველი საკუთარ წერილში განმარტავს, როგორც აღნიშნა, ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ჰალო? დიახ, გისმენთ. ეგ მოკლულია, მაგას ხო არაფერი არ არის საჭირო. აი ახლა თავარია. თუ ეს ხო პირდაპირ მოახსენეს პრეზიდენტს, ხო? დიახ, პარლამენტში. აი რაღაცა ხო უნდა იღონოს. კიდე ძალიან მაწუხებს. აი 14 წლის ალექსიძის ის უკვე აი იცით როგორც მისჯილი ისია უკვე. კარგით, გასაგებია 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, დიახ, გისმენთ. ეთერში ვარ? პირდაპირ ეთერში ხართ? არ დამიკიდო, ძალიან გთხოვ ძლიერს გამოვედი. გისმენთ. ვინც გუშინ პარლამენტს უყურა და 15 წლის ბიჭი რომ კრიმინალად გამოაცხადეს და სკოლაში თბილისში ვერ მიუყვანიათ. როგორ დაუდგა პრეზიდენტი? როგორ თქვა, ხომ დაინახეთ ყველაფერი? პრეზიდენტი სკოლის დირექტორზე უარესად მოიქცა და იფიქრე ამისთანა ხალხის პოლიცია. თქვენ გგონიათ რომ ის ქიმერიძე თვითონ გადმოვარდა? ძალიან გთხოვთ, წინა გამამსვლელს ძალიან ვეთანხმები. ძალიან ძნელია შვილო დაგვისკდა გულები ამდენი უსამართლობით. დაადექით ხალხო ერთად, ის კი არა. ივანიშვილმა მერატო არ მიმიღო და გამუტულები არიან. დავდგეთ ერთად და მოვიცილოთ ეს ტურმელები. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ჩვენი პოლიტიკოსები რო იძახიან, რომ არჩევნებს მოვიგებთ, რანაირად უნდა მოიგონ, ესეთი ტერორია გამეფებული საქართველოში და ყველა ოჯახში. მაგათ გაახმაურეს და რაღაცნაირად გაიგო ხალხმა და ვინც ვერ ახმაურებს და ესეთი ამბები ხდება ყველგან. როგორ შეიძლება წავიდნენ ახლა უსუფაშვილი ხიდაშელი დაუდგნენ გვერდზე და ნახო რა მდგომარეობა, როგორ მივა არჩევნებზე ადამიანი, როცა ესე ტერორშია. მიცვალებული ვერ გაუსაფლავებია და ვერ უთქვია სიმართლე ადამიანს და ესენი არჩევნებს მოიგებენ? 249 მადლობას არისთვის 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. მოკლულია და გადმოგდებულია მერე ზემოდან. რო ყვირიან ესენი? შევარდნაძე, თარგამაძე, შევარდნაძე, ჩვენ რო არ გვინდოდა შევარდნაძე და თარგამაძე, იმიტომ მოვიყვანეთ ესენი და ესენი ახლა არ ესაკეთებენ. კარგით, გასაგებია. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. რამდენად რეალურია სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ეს ოფიციალური ვერსია? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. ну მე მგონი საქართველოში არც ერთ ადამიანს არ გონია რომ ეს თვითონ გააკეთა ხო ნაღდათ ეგრეა მაგრამ აი კომუნისტების დროს ეგეთი რაღაცები არ ხდებოდა და კომუნისტები რატო არ უნდათ მე ვერ გავიგე
კომუნისტების დროს იყო ყველაფერი ნორმალურად ხალხი გაღიმებული დადიოდა და ესეთი რაღაცები არ ხდებოდა და ეხლა აი ამერიკა რო შემოძვრა აი ამერიკული სტილი ამერიკული ციხეებს თქვენ არ გიჯერათ ამ ვერსიის უფრო კონკრეტულად არასოდეს არც დავიჯერებ და ამერიკის ციხეებს რო აჩვენებენ ხო ხედავთ სულ ყველა იმ გეოგრაფიკით ტელევიზორში იქიდან მოდის ყველაფერი აქ რა კარგით, გასაგები 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდებით. ჩვენი სტუმარი იქნება დეპუტატი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასე რომ დაგველოდეთ. გამოგითხვა პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ბრუნდება. ჩვენი სტუმარია დეპუტატი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. მე მაყურებელს უბრალოდ შევახსენებთ, რომ 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგიძლია დარეკო და დასვათ კითხვა. უკვე მესამე დღეა საზოგადოება და მედიაც საკმაოდ აქტიურად საუბრობს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების დეტალებზე. მოვისმინეთ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია. თქვენთვის რამდენად რეალურია მისაღებია ეს ვერსია? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე პირველ რიგში მინდა გამოეხმაურო იმ მსმენელს, რომელსაც თქვენ დაგირეკათ, გაგეცნოთ როგორც ადვოკატი და გითხრათ საიდან არის ცნობილი მის შესახებ, რომ მიცვალებულს აქ თვალები ჩალურჯებული. მე მანქანაში რომ მოვდიოდი, მოვისმინე. მის გასაგონად და მსგავსი ადამიანებისა, რომლებსაც არ უნახავთ Facebook-ში გავრცელებული ინფორმაცია, ფოტო ილუსტრაცია, რომელშიც ნათლად ჩანს თუ რა მდგომარეობაშია. საკმაოდ ჩემზარავი ფოტოა და მე ახლა ამაზე აღარ დავკონკრეტდები. ყველა მსურველს შეუძლია სოციალური ქსელით იხილოს სწორედ ამ ადამიანის ვიზუალური მდგომარეობა თუ რა მდგომარეობაში. მეორე, არსებობს ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ბატონი სოლომონ ქიმერიძე დაკავების მომენტში არანაირი სტატუსი მის მიმართ არ იქნა განსაზღვრული. ანუ დაკავების მომენტში იგი არ იყო არც ეჭვმიტანილი, არც მოწმის სახით იყო, არ არის აღრიცხული, ეს არის დაფიქსირებული სახალხო დამცველის მიერ. ანუ პოლიციელებმა მას მიაკითხეს სოფელ ქვიშხეთში და გარკვეული, ასე ვთქვათ, მიზნით წამოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ძალიან მალევე დაფიქსირდა ამ ადამიანის გარდაცვალება და როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ობიექტურ წყაროებს ეყრდნობა, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, არის მრავლობითი ექსკორიაციები, მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ბატონი გივი ქიმერიძის განმარტებით, მას აქ ამ ნაჭდევი ჭრილობებიც, ასევე კიდურების არეში, რაც იწვევს ძალიან დიდ, რა თქმა უნდა, ეჭვს, დასაბუთებულ ეჭვს, რომ ამ ადამიანის მიმართ გამოყენებული არის ფიზიკური ძალა. ის ფაქტი, რომ სოფლად დაიკარგა რაღაც, როგორც აცხადებენ, ქვაბი, დიახ, ეს რა თქმა უნდა არ გამოდგება იმის არგუმენტად, რაზეც თქვათ ხაშურის რაიონის პოლიციის განყოფილებაში საუბრობენ, რომ თითქოს იგი გადაუხდათ მათ მეორე სართულიდან კიბის უჯრედში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანებები და დაზიანებები აღმოჩნდა ლეტალური გამოსავალი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შორს არის იმ რეალური ვერსიისგან, რასაც შეიძლება მოტივად დასდებოდა, თქვათ, ამ ადამიანის მიმართ მსგავსი ტიპის ფიზიკური დაზიანებების მიღება და მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს სკრუპულოზური, კომისიური, კომპლექსური ექსპერტიზა, რათა დეტალურად იქნეს გამოკვლეული ისევე როგორც არის დიახ, სწორედაც რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სასამართლოს მიერ. მოდით მაყურებელს მოусმინოთ, ის უკვე გველოდება, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. 249-460 სტუდიის ტელეფონის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ კითხვა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? დიახ, გისმენთ. ალო? გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა გენეცვალე. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვიკითხო ასეთი რამ. ბატონ დიმიტრის მინდა შევეკითხო. სახალხო დამცველის აპარატში თუ არის კვლევითი რა ქვია თანამშრომლობა თუ აქვს რო ჩაატარონ გასაგებია კითხვა. მიცვალებულის ექსპერტიზა. დიახ, გასაგებია. დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე. დიახ, სახალხო დამცველს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებით განსაზღვრული აქვს ეროვნული პრევენციის მექანიზმის ფორმატში განახორციელოს მთელი რიგი მოქმედებები, მათ შორის ჩაერთოს ექსპერტიზის პროცესში, რასაც ახორციელებს კიდეც ბატონი გიორგი ტუღუში, ამასთან დაკავშირებით ბატონ სოზარ სუბარის განცხადებაც გავრცელდა, მანაც მიმართა დამოუკიდებლად ბატონ გიორგი ტუღუშს და
ჩვენც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მთლიანად მინდობილი ვართ, რა თქმა უნდა, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფორმატში განხორციელებული კვლევისა, რომელიც იქნება ერთგვარი კონტროლის მექანიზმი სამედიცინო პათანატომიური კვლევისა, რომელიც აუცილებლად ჩატარდება მიცვალებულთან დაკავშირებით და მე აქვე მინდა აღვნიშნო, არ დამავიწყდეს ის გარემოება, რომ 28 თებერვალს, როდესაც პოლიტიკური დებატები შედგა, ბატონმა გია ცაგარეიშვილმა მაშინ ეს ფაქტი ახალი მომხდარი იყო და მიუხედავად ამისა პრეზიდენტს მიმართა, რომ თუ მისთვის არ იყო ცნობილი ამ ფაქტის შესახებ, იგი ახლა აცნობებდა მას, რომ სწორედ პრეზიდენტმა იცოდა ჩაგეძიებით თუ პარლამენტში მოისმინა პირველად ამის შესახებ. ეცით რა, როდესაც გამჭვირვალე შენობებით ამაყობს პრეზიდენტი და ეს არის ერთგვარი PR პროპაგანდისტული რაღაც ესეთი მეთოდი ხელისუფლების გამტკიცებისა, პრეზიდენტისა და პრეზიდენტის რეჟიმისა, მე ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად ეცოდინებოდა, იმიტომ რომ იმ გამჭვირვალე შენობაში გარდაიცვალა ადამიანი და სხვათა შორის ვარდების რევოლუციიდან დღემდე არ გავა არც ერთი დებატი თუ მნიშვნელოვანი მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოსვლა, სადაც ისინი არ ახსენებდნენ თარგამაძის დროს ქალაქის სამმართველოს შენობიდან გადმოვარდნილი პატიმრების თაობაზე, დაკავებული პირების თაობაზე. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ გამჭვირვალე შენობაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არავითარი სტატუსი დაკავების მომენტში არ ქონია, ანუ იგი ფაქტიურად რა მიზნით ყავდათ იქ მიყვანილი, დღესდღეობით უცნობია და ამაზე აუცილებლად უნდა გაეცეს კითხვას პასუხი და ბატონმა გია ცაგარეიშვილმა სრულიად ლეგიტიმური კითხვით მიმართა პრეზიდენტს. და სხვათა შორის იქვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და დებატების დასრულებამდე, რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ განცხადება, თავად პრეზიდენტს გაეკეთებინა განცხადება, ან თავად შინაგან საქმეთა მინისტრს მოეთხოვა თუნდაც 1 წუთი და გაეკეთებინა განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მათ ამის შესახებ არანაირი განაცხადი არ გაუკეთებიათ. რაც კიდევ დამატებითი საფუძველი არის იმეჭვისა, რომ როგორც ჩანს, თავად არ იყვნენ ისინი არც მოლოდინში იმისა, რომ ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის და გია ცაგარეიშვილი ამ კითხვას დასვავდა ღიად საჯაროდ პირდაპირ ეთერში და მეორეს მხრივ მოერიდნენ ამ თემის ანგაჟირებას, ამ თემით. მოდით მაყურებელს მოვუსმენთ, მე კი გეტყვი, რომ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები ცდილობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოეპოვებინათ კომენტარი, თუმცა მან ნამდვილად არ გააკეთა კომენტარი. და საგულისხმოა, რომ დღემდე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის მხრიდან, თუ რა სტადიაზე ამ წუთას გამოძიება. ჩვენ ვიცით, რომ სოფელ ქვიშხეთში, სადაც დასვენებულია სოლომონ ქიმერიძე, იქ არის განსაკუთრებული ზომები მიღებული შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მხრიდან, ფაქტიურად ამოწმებენ ყველა ადამიანს, რომელიც შედის იქ სამძიმარზე. ანუ კონტროლის ქვეშ ყავთ მოქცეული მთელი ეს პროცესები, ვინ მიდის, ვინ აპირებს შესვლას, რა მიზნით და ასე შემდეგ. კარგით, მაყურებელი ხაზია, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, გისმენთ. ბატონო დიმიტრი, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობას გწირა იმ საქმიანობისასაც თქვენი წვით პარლამენტში. თქვენ არ იფიქროთ, თქვენ ვერ გხედავთ. თქვენ გხედავთ შემოგივლი კარგად. მადლობთ. ეხლა ჩემი შეკითხვა შემდეგნაირი იქნება. ჩვენ პარლამენტში რო უყურეთ, როგორ ელაპარაკება პრეზიდენტი დეპუტატს, იხმობს მანდატურებს, აგიყვანენო, ტალახში ჩაგაწვენენო და კარგად დაგზენო და მაგ ცნობიერებასაც შეგიცვლიანო. იმის შემდეგ, როცა მას აკეთებს პრეზიდენტი. გასაგებია, თუმცა დღეს ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, მოკლედ თუ შეგიძლიათ უპასუხოთ ამაზე ვისაუბროთ. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე არ მინდა რომ ახლა ამ თემიდან გადავუხვიოთ. ადამიანური ტრაგედია, გარდაცვლილია 48 წლის ახალგაზრდა კაცი, რომლის გარდაცვალებას ახლავს ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც შეიძლება კავშირში იყოს სწორედ აი იმ ზართან, რომელზეც ახლა რომლიდან გამომდინარეც მოქალაქემ აღნიშნა, რომ აი ეს დათრგუნვის მეთოდოლოგია, რომელსაც პრეზიდენტიც კი მიმართავს დეპუტატის წინააღმდეგ, რაც დეპუტატის მიმართ კი არ არის გზავნილი, ეს არის საზოგადოების მიმართ გაკეთებული გზავნილი, იმიტომ რომ ჯონდი ბაღათურია იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი დეპუტატი ფორმალურად ახორციელებს უფლებამოსილებას საზოგადოების სახელით და დეპუტატის შეურაცხყოფა ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და საზოგადოების მორიგი დათრგუნვისკენ მიმართული პოლიტიკური აქტი. და ამ ყველაფრის პარალელურად, როცა ვგებულობთ, რომ აი იმ გამჭვირვალე პოლიციის შენობაში იღუპება 48 წლის ადამიანი მრავლობითი მოტეხილობებით, მრავლობითი ესკორიაციებით, რა თქმა უნდა, ეს კიდევ მორიგი აქტია იმისა, რომ საზოგადოება ამ წინასაარჩევნო კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს და კიდევ უფრო ნიჰილიზმით იქნეს გამსჭვალული. იმედიანი და სამართლიანი არჩევნების. როგორც სახალხო დამცველის წერილში ვკითხულობთ, 17 საათსა და 25 წუთზე ბრალდებული ჩამოყავდათ მეორე სართულზე და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი. ხოლო როგორც ჟურნალისტებს ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა უთხრა, ქიმერიძე საავადმყოფოში 18 საათსა და 45 წუთზე შეიყვანეს.
ანუ საათზე მეტი დასჭირდა საავადმყოფოდან მისვლას, ხო, როგორც ირკვევა. თქვენი აზრით ეს მოქმედება ხდება ხაშურში მაყურებელს რო შევახსენოთ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საეჭვო გარემოება. სხვა შორს ძალიან საინტერესო გარემოებაა. ახლა პირველად მოვისმინეთ თქვენგან ეს როგორც ჩანს თქვენი ექსკლუზივია და ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამ ინფორმაციას ვინც ისმენს კომპეტენტური ორგანოები დაეყრდნობიან და თქვენ შესაბამისად გადაუგზავნით, იმიტომ რომ ეს ანალიზი ამ შემთხვევაში მაესტროს ეკუთვნის და მე მართლაც მიმაჩნია რომ საათნახევარი გარდაცვალებიდან ადამიანის საავადმყოფოში მიყვანამდე და ეს დოკუმენტური ფაქტები ფიქსირდება ხაშურის რაიონის პოლიციის უფროს მოადგილის სამმართველოს უფროს მოადგილის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან, ხომ? არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ იგი დამატებით გარემოებებად დაერთოს მოცემული საქმის გამოძიებას. სახელმწიფო ითხოვს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას. თქვენ გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში უკვე დააფიქსირა ეს საკითხი, იყო ამაზე საუბარი. რა გაგრძელება მოყვება ამას პარლამენტში, ანუ დააყენებთ თუ არა კიდევ ამ საკითხს? პირველ რიგში მე გეტყვით, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ შინაგან საქმეთა ორგანოები, ზოგადად სამართალდამცავებზე ზედამხედველი ორგანოები შეეცდებიან, რომ ეს ექსპერტიზა არ იყოს სრულყოფილი. არსებობს ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოფელ ქვიშხეთში საგანგებო ზომები აქვს მიღებული შინაგან საქმეთა ორგანოებს. არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ეს ზომები მიღებულია და ფაქტია, რომ ესეც ემსახურება იმას, რომ ცნობისმოყვარეთა, ასე ვთქვათ, ნაკლები ნაკადი მივიდეს, როგორც ჩანს იქ, ან ახალი ინფორმაციის მიღების მიზნით მისული ადამიანი, ვთქვათ, ამოიცნონ და შესაბამისი ზომები გაატარონ მის მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის ყოველდღიური კონტროლის რეჟიმში ვიქნებით გადასულებით. ჩვენ ყოველდღიურად გვექნება ინფორმაცია სახალხო დამცველისგან, თუ სახალხო დამცველი წააწყდება ეროვნული პრევენციის ფორმატში რაიმე წინააღმდეგობას, ჩვენ მას უკვე პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებთ და შესაბამისად პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აი ეს ლეგიტიმური მიზანი იქნეს მიღწეული და ზუსტად ვიცოდეთ რა მოხდა. რა მოტივით მოხდა და შესაბამისად რა გახდა მიზეზი ამ ადამიანის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებისა, რომელიც სრულიად სახსალამათი მიიყვანეს და ფაქტიურად მალევე, ესე იგი, მიასვენეს ოჯახში. მაყურებელი გველოდება ისევ სატელეფონო ხაზზე, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. მოგესალმებით. მე აბსოლუტურად აი რაც ვნახე ტელევიზიით, მაგ ეჭვი არ იწევს ის რომ ეს კაცი მოკლულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა მე ერთ-ერთმა რიგითმა მოკალაკე. რა გასაკვირია ამ ხელისუფლებიდან თქვენ საქმის კურსში ხართ და იცით. ვაზაგაშვილს მოუკლეს შვილი. დიახ. და ოჯახი დაზარალებულად არ ცნო ამ თავრობამ. ამის შემდეგ რაზე უნდა ილაპარაკო? უფრო მძიმე არგუმენტს მოგიყვანთ. ქათამი ხო არ მოკლეს, შვილი მოუკლეს 22 წლის ბიჭი და დაზარალებულად არ წეს ის ოჯახი. გაგცემთ პასუხს. უფრო მძიმე არგუმენტს მოგიყვანთ 2010 წლის საანგარიშო მოხსენებით ირკვევა, რომ სახალხო დამცველისა, რომ პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი 152 პატიმრიდან ყოველ მესამეს აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ იყო დაკავშირებული რაიმე ქირურგიული ხასიათის ჩარევასთან. ეს პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ წამება არ ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები, როგორც ციხის პირობებში, ისე ციხის გარეთ და ეს კონკრეტული ფაქტი სოლონ ქიმერიძისა და არა მხოლოდ ქიმერიძისა, აგერ ზურაბ აზაგაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომლის გარდაცვალების 6 წლის თავთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფორუმი შედგა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მე ვფიქრობ და ადრეც გამეკეთებია განცხადება და დღესაც ვაკეთებ. ადამიანის უფლებები განსაკუთრებით მთავარი ხელშეუვალი უფლება სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გაფორმდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მემორანდუმი. ეს არის ჩვენი ფრაქციის ინიციატივა, პირადად ჩემი ინიციატივა გახლავთ, მინდა მადლობა გადაუხადო იგივე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც გამოგვეხმაურა ეროვნულ ფორუმს, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც თავის დროზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აკეთებდა განცხადებას ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები და სიცოცხლის ხელშეუვალი უფლება უნდა იქნეს პოლიტიკის უმაღლეს რანგში აყვანილი. ჩვენ მე ვეთანხმები ყველა იმ მსმენელს, იმ დედებს, მათ შორის ერთ-ერთი ნაცნობი ხმაც მოვისმინე ქალბატონის, რომელიც კახაბერ ჯამალაშვილის დედა უნდა იყოს, თუ არ ვცდები, რომელმაც დარეკა აქ, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით სანამ აი გათითო კაცებულ ქართველებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, აი ესე გამოგვაცლიან შვილებს, გამოგვაცლიან ახლობლებს, ზოგს დაიჭერენ, ზოგს სცემენ, ზოგს ღირსებას აყრიან, ზოგს კი აი ესე გაისტუმრებენ იმ ქვეყანაზე და შემდგომში პოლიტიკურ დებატებშიც კი პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაებადებათ, არ გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ თუნდაც ფორმალურად განმარტონ მიზეზები ამ ყველაფრის. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, თქვენი აზრით იმ შემთხვევაში თუ მართლაც ჩატარდება ობიექტური გამოძიება, უნდა მოყვეს თუ არა ამ ფაქტს
შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დიდი ხანია დასაყენებელია. ბატონი ქიმერიძის სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავე ხელისუფლებასთან, რომ თუნდაც ფორმალურად დაყენებული საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა იმისა, რომ როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ყველა ის ცოდვა ჩადენილი დანაშაულის სახით იქნეს მხილებული და გამოძიებული შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ჩვენი სტუმარი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ხვალ დაბრუნდება ნახვამდის.